სკალპის ნაწილი უკვე დავიმუშავე, ჰაი, მოგესალმებით, აბა რა შვებით. რა შვებიან ჩემი გოგოები, როგორ ხართ? ნაწილი უკვე დავიმუშავე, როგორც ისეთ Leo Oil-ის პროდუქციას ვიყენებ თმის, ცვენისათვის და ჯერ როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრია, ასე რომ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს თმას რამე ეშველება. ისეთი თმის ცვენა მაქვს, რომ აი ვერ გეტყვით, თუმცა კარგი რა არის. ბევრად რომ შემიმცირდა, ეს არის ძალიან კარგი. მოკლედ მარიკოს დაბადების დღე გადავწყვეტე, რომ Happyland-ში ვუხდი. აქვს 2 ფილიალი, კი არა და 4 მგონი. ან მარჯანიშვილზე გადავუხდი, ან გლდანში, რომელიმეში, მაგრამ რატო ვიწვალო ხა გლდანში, როცა აგერ მარჯანიშვილზე ჩემიზდა გავირბინო. ამიტომაც ასე ვთქვათ, გადავწყვიტე და ვნახოთ ხა რაღაცებს ვადგენ დეტალებს და მე უკვე ხოცეილით ვიყიდი და მე მივალ და ვნახავ. ან ჯერ მივალ ვნახავ და იქვე ხოცეილით ვიყიდი, არ ვიცი. გლდანი ვიცი, ანუ როგორია და ის არ ვიცი, ბატონო. ანუ როდემდე. თან ყავა მივირთვათ, გოგოებო. რაიდი გოგოი, ეს სახეს ნუ მაინჭავდე. ისა გააჩერე რა ხელი თუ შეიძლება. ისე როგორ შეგიკრა. ხო და მოკლედ ეს ტვირთი მოვიშორე, იმის ტვირთი რომ გადავწყვიტე სად ვუხდი, ანუ მაგის ტვირთი მოხსნილია, ასე რომ მომილოცეთ, ვაიმე რა კარგია ამის დამასაჟება სისხლძარღვებისთვის არის იდეალური ხალხო, იდეალური. რა, დედა აჩვენე შენი სამაჯური, ლამაზო. ესე გაუკეთე, რომ ნახონ კარგად. აი ასე და ჩამოუტანეს საზოგადოებრივ ვინც მიდის, მე არავის ვახსენდები, ყველას ამისთვის ჩამოგცე ჩუქარი. ხო და ესეთი ამბები, ამზედას ნუ შეიმჩნევთ მარიკოს კაბა დალაქავებულია და გინა თორე ჩამაცვიო და გაიშვილო მოთხარი. რა გიყო? ეს რო აიტეხავს ხო აღარ შეიძლება ამის გაჩერება. ვაიმე, გადამჯრო თავი გადავიტყავე. კაი, ავიწევ და მოვალ. გავამხიარულოს ჭაჭმელი. აი, რომელსაც ქვია პაპა. დედიკო, თუ შეიძლება რა. ყავა გამიგრილდა. დღეს სახლში დავლიყავა, ბიცოლა ჩემთან დავლიყავა, აქაც ვსვამ და რაღაცად გემო ვერ ჩავატანე ყავას დღეს და რა შეესაქმე ვერ გეტყვით. თუ შეიძლება და ერთი წამით დავაყენო ესა. წეღან მარიკო მეუბნება რომ ის მინდა რა ქვია საღიჭირე ზინიო და ერთი წუთი შეიძლება გაიწიო რომ დავჯდე ასე. ხო და ვაი დედიკო მეთქი ხარ როგორ წესი ხალხო ყლაპავს ან რაღაცა და მეთქი რა თქინდა დედა და რას ხედავ ხალხო დგას და იცით რამდენი ხანი ღეჭა ისე რომ არც ჩაყლაპა. მე რო აღარ უნდა გამოიღო დადო და მე გამოშტერებული ვუყურებთ ის. როდის ისწავლე შვილო, იმიტომ რომ ეგრევე ავტომატურად ყლაპავდა ხოლმე და ვერაფრით ვერ ღეჭავდა. როდის მეთქი ანუ თითქოს აი მახსოვს რომ გუშინაც ვერ ღეჭავდა და როდის ღეჭავდი. ხოთი ძალიან გაუგნებული გავში. როდის იყმეკევ ჭამდი. ეს დამიტოვა ჩემარძალმა ბერძნულია და რომ მეგონა რომ შემაწუხებლად ტკბილი იქნებოდა, ხო, არ არის ტკბილი და ისეთ მე არ მიყვარს ძალიან ტკბილი და რაღაცა გადატკბილებული როა და პირი რომ მიშრება და მიხმება. და მე მიყვარს. ხო და ჩემი ანიტას საყვარელი ის ყოფილა საღიჭირეზე. რაოდე? და მწარეც მიყვარს. ხო. არ ვერ მიყვარს. პატარებს და დაბლებს ენა დაეჭვება და პირი. პატარებს და დაბლებს რას ნიშნავს? დედი, შენ კომპლექსი გაქვს დაბლის, სიდაბლის თუ რა იყო დედი? მე დიდები. შენ განიცდი სიდაბლეს დე? ხო. რატო დედი? იმიტომ. შენ იცი რომ შენი დედიკოც დაბალია დე? იცი დე? და მე კიდევ დიდი ვარ. ნახე შენც დიდი ხარ, მეც დიდი ვარ.
მაგრამ ხო არიან ძალიან მაღალი ადამიანები და ცოტა დაბალი ადამიანები. მე დაბალი ვარ. შენ დედიკო ტანს აუცილებლად აიყრი. გესმის? მაღალი გოგონა იქნები, არ იქნები ძალიან პაწაწუნა, ახლა როგორც ხარ. ახლა ხარ პატარა, იმიტომ რომ ასაკით ხარ დედიკო პატარა. გესმის? მაგრამ დიდი გოგო ხარ უკვე, გაიზარდე. აბა, დამეტოლი აბა, დამეტოლი აბა. მოდი გაკოცი, ჩემი სიცი. ელა დიდი ვარ. მოკლედ უნდა წავეხიკოთ ამის კაბის და ფეხსაც მისაყიდლად. დედიკო თმაზე არ შემეხო გთხოვ დაზეთილი მაქვს მთელი თავი. ხო და მირჩიეთ ლოკაცია, სადაც შეიძლება ვიყიდო ესეთი რაღაცნაირი კაბა. და ამის ზომა ფეხსაცმელთან ცოტა პრობლემა გვაქვს ხოლმე. ანუ მე მინდა რაღაცნაირი პაკაპუკა ფეხსაცმელი. არ არის ხოლმე როგორც წესი. არ ვიცი რა ვქნა. ვაგზალზე დაბლორ ჩადიხართ ხო იცი ის რო არის შგოლი. მანდ არის მილიონი კაბები, აი ამას რო ვარდისფერი ფურფუშები ვყიდე ნაცლობისთვის უფრო წავდით ახალციხეში. წავიდეთ. ერთი წუთი დედიკო ასე დაზეთილი თავით ვერ წავალ. აი ზუსტად მანდ ვიყიდე ორივე რა თმინდოდა, ეხლა მიდევს ორივე. წავიდეთ. უბრალოდ მარიკოს თეთრი უნდა, თორე თეთრი გვინდა ჩვენს და ამასაც თორე რეალურად სიმართლე რომ გითხრათ ის ვარდისფერი ულამაზესი კაბაა და სიამონებით ჩავაცვამდი. თასაკმაოდ არის და აი ეთყობა კიდეს რომ ძალიან კარგი კაბა, ჰა? მაშინ მე მინდა ესამნისტერი. დედი თეთრი კაბა ჯობია, ჩემო სიცოცხლე, თეთრი ჯობია საყვარელი. ელამაზ ბევრი დიდი ფურფუშელა თეთრი კაბა ჯობია დე. უფრო მოგიხდება ჩემო სიცოცხლე, კარგი? აი მე ხარ რომ მაღალი ვარ და ვერ მივიქნები, თუ პატარა. ანუ ვით ჩააგონა დაბალი სიტყვა ჩემში ზენამიდა რომ ამოვაძრო რა, ანუ რა იყო ტყალყო. რომელი იყავით გაპოდი. ხო და რაც შეეხება იმ კაბებს, მარიკოს კაბები, რომელიც არის ის ორი ვარდისფერი, ერთ-ერთი მინდა რომ გავყიდო, იმიტომ რომ სადღაც ჩავაცვამ, ეხლა მაგას გიხოწებით, ანუ ჩავიცვა დამთავრდა. ეგ ისეთი კაბაა, რომ აი სადღაც გავედი ჩავაცვი, ვერ ჩავაცვევ მართლა და ამიტომ ვფიქრობ, რომ იმას ვქნა. გავყიდო. არ ვიცი ვის გახსოვთ და ვისაც არ გახსოვთ ფოტოს დავურთავ იმ კაბისას და მეორე კაბარც ცმიაში რომელსაც ფოტო არ მაქვს მაგრამ ერთხელ ჩავაცნო და განახილე ძალიან ლამაზია მართლა და აი რა ვიცი თან ვეუბნებით კობას ეს ხო არ ჩავაცვდა თქო არც მიახლა ხო მიდევს უბრალოდ ჩვენი აქ რა ეს კაბა მაქვს ხო და ხო არ ჩავაცვა თქო და მაგრამ არა ჩემათემთი მომთი მაჩუქეს იმიტომ რომ ვყიდოთ ხვდები და ეხა ჩავაცვა ეგრე არ მინდა რა დედა დაიხუჭე თან მინდა რომ თეთრი ჩავაცვა ამ დაბადების დედა ისევე გავიქჩე კი საყვარელო ხო და აი არ ვიცი თუმცა ძალიან ლამაზია ეს კაბა ანუ არ ვიცი რა ვიცი რომ კაბა უნდა ვყიდო და მერე სხვა დროს ჩავაცვა ვარდისფერი კაბას თუნდაც ნებისმიერ სადმე წასვლისას ჩავაცვა არა უშავს დავიხუჭედე აუცი აბა ერთი სადმე თუ მირჩევთ კაბას კიდე მრგულის გარდა მანდ არის ანუ თეთრები ესე ძალიან დომინანტური კაბები არ მინახავს აი ზედმეტად ფურფუშები და არ მინახავს სიმართლე გითხრათ სულ ძირითადად ვარდისფერები და აი რა წითლები და რაღაცებია წითელი მარიკოს ძალიან უხდება და ძალიანაც მომწონს თქვა დაბადების დღეზე წითელი ჩავაცე წითელი კაბა ძალიან კარგი იქნება მაგრამ აი არ ვიცი მაინც თეთრი მინდა თითქოს მე მგონი მარიამის საყვანა მომიწევს და აი ეს ორი დავიჭირო და თვითონ ამ დაარჩიოს რომელი უნდა ბოლო-ბოლოს დაბადების დღე. კეთ ვერ გადავწყვეტეთ. წამოდი და ეთემური პაპას მიყავ ხარ. გაწიე გჟილეთს რატო შვები ეგრე. წადე ჩაუჯექი პაპას მანქანაში დროზე. ნელა. ხალ არის ჩემი მარიკოს ზეიმი და არა ვიცი. როხია გაკოთილზეც გავაცდინე სამსახური და ახლა როგორ იქნება ეგ ამბავი არ ვიცი ალბათ ვერ ვიქნები არ ვიცი
ძალიან განცდებში ვარ. აღარ შემიძლია. ძალიან მძაბავს ეს ამბები. ძალიან. თქვენ რა შვებით? ბიძაჩი მაგაიხაროს. გადმოგვაცუნ სულა მშვენივრად. იმამდე, ბაღამდე. ეხლა გადავალ სახლში. გამოვიცვლით ვითრავი ხო და გავუყვები სამსახურის გზას მეზიზღება მუქი თუთა და რატო ნახეთ რას გავს ყველაფერი ამას უყურეთ საშინლად აბინძურებს ჯერ ხო თეთრიც აბინძურებს მაგრამ მუქი იმენა ჯერ წამისვამ სატურს საცხი სახლში ავალ და წავისვამ დაბადების დღის ამბები. ანუ 4-ის ნახევარზეა. 10-ში, ეხლა ნახეთ, ხოლმე რო გავაცნო სამსახური, კიდე 10-ში, ანუ შანსი არ არის. 10-ში ერთი ვერც გავაცდენ მე. იმიტომ 13-ში ზეიმი მაქვს, რა გორნა ვირბინო რო მოუწესრიგდეთ შენება თქვი. ხო და მე გადავრიცხე Happy Land-ში, მარჯანიშვილის ფილიალში. Რაღა გზანში წავიდი, აქვეა მარჯანიშვილი მაინც. ანუ რატო ვიწყვალ? ხო და ძალიან მომწონს ეგ ამბავი მოკლედ. ჯერ ზუსტად არ ვიცი ბავშვების რაოდენობა. ვფიქრობ, რომ 11 ბავშვს დავჯავშნი, ან 15-ს. 15 სავარაუდოდ ვერ შეგროვდება 13 ან რაღაც ეგრე 14 აი არ ვიცი რა ჯერ ცოტა ხანში მეტყვიან პასუხს გამგებინებენ რამდენიმე დღეში და ზუსტად თვის ბოლომდე ეს აქცია ხო და თვის ბოლოსთვის მეცოდინება უკვე ზუსტი თითქმის ზუსტი რაოდენობა იმის მიხედვით დავჯავშნი, რომ ვიცოდე, ანუ თუ რასაც აღია ხუთეილით ბუთში. მაგაზე მეტი მოვა ბავშვზე ემატება 20 ლარი. დაუშვათ ვიცახი 13 ბავშვი რომ მოვიდეს, 13 ბავშვს რომ ვიცოდე რომ ველოდები, ავიღებ ბარემ 11-იანს და ორ ბავშვს 40 ლარს მირჩევნე დავამატო. ვიდრე 15-იანი ავიღო და ბევრად მეტი გადავიხადო. ასე რომ დამწლევა გული ჩემი სალოს ვერც ერთი პატარა ვერ იქნება. ნინეს რო ახსენებ ხოლმე და მარიამს ისინი, იმიტომ რომ თვითონაც DJ-ს და ანიმატორებს და ასე შემდეგ ელოდებიან 4 საათზე, ანუ 4-ზე გადავწყვიტეს ხო და ჩვენი 4-ის ნახევარზეა შესაბამისად ვერანაირად ვერ მოვლენ, მაგრამ რო დამთავრდება რომელიც საათიც არ უნდა იყოს, ჩვენ გადავალთ აუცილებლად. კიდე რომ მოვალთ. რა ვიცი, რამე აზრი თუ იქნება ისე გვიან სანამ დამთავრდება და სანამ მოვალთ, მაგრამ რა თქმა უნდა სიხარულით გადმოვალთ. ასეთი ამბები მთავარი დაბადების დღე დაიგებენ. ნუ იქ ცოტა რაღაც დავამატო მშობლებისთვის. შეიძლება პიცა დავამატო, არ ვიცი. ხო, ყავა ფასიანია და ჩაი. ყავა 2 ლარი. ხო. ხო და ნუ მაგის გარდა რასაც ხო გადაიხდი ხოცეილით და ასე შემდეგ, უნდა გათვალო ყავის ფული და უნდა გათვალო ისიც რომ რამეს დაამატებ. მოკლედ ესეთი ამბები. ხო, ფეხსაცმელი გვაქვს საყიდელი, კაბა გადაწყდა რომ ვარდისფერ ფურფუშე კაბა რო არის და რო ვუყიდე და ჯერ არ წმია. გუში მეთქი კობას, ანუ ხო აქვს. თეთრი მიდოდა, მაგრამ მოდი მეთქი ვარდისფერი იყოს, თან ჭყვიალებს და ძალიან უყვარს ეგ კაბა და რადგან არც წმია, გადავწყვეტეთ რომ ეგ იყოს. ხო და ვუყიდით ფეხსაცმელზე კიდე რაღაცები მინდა. მე უნდა გავიარო. გიშდება ხო. ბასტი გადავიფიქრეთ მიკი მაუსი გვეყოლება სტუმრად ანიმატორები. მეთქი არ გინდა რა დედა ბასტი ვთქვა და ნახე ესენი უფრო ხო არ მოგწონს თქო.
რომელი გიჩვენე თუ გინდა პასტიკები იყოს ხო და მიკი მაუს ხო იცით რაღაცა სახალისოა თითქოს ფერები ისინი და ეგ მინდა ხო და ოკეი ამინდია თითქოს უნდა იწვიმოს და იმედი მაქვს უქოლგოდ მივდივარ და არ დამემხობა ცეთავზე მაგრამ მოდი ხო არ წავიღო მოვედით სახლში იდეაში ქოლგამა მქონდა და სახლში დამრჩა იწვიმესო ძაღლი დამბლეჯ ახლა არ ვიცი რომელი ჯობია მაგრამ ალბათ წვიმავს სათხაც ძალიან ყებს იმედი მაქვს გავასწრებ ამ ტერიტორიიდან მოგვხედეთ უბანს ხო ვისაც გეხებათ საკითხი არაჩვეულებრივი ამინდი გვაქვს ხო და ვერ ვხვდები როგორ შევა გუშინ დაბანილი თავი გავდეს 7 კვირის მოუწესრიგებას აი ვერ ვხვდები და მომკალეთ თუ გინდა და რასთან მაქვს საქმე ვერ გავიიქე ანუ რა არის ახლა გაფიცებთ რას გავს დავიყალე ყოფილი დავიყალე გადავწროთ ქერქი რაო მოიცეთ ხვალ მარიამის ისენია მომაკვარებს ეკითხა და რა თქმა უნდა ვესწრები იმიტომ რომ აი შანსი არის კომანდის რომ მე მარიკოზე იმის ვერ გამოვტოვებ ნუ ხა რომ ქონოდა მაგალითად მე თვითონაც ზემი ბუნებრივია ლაპარაკი ესეთ მეტია და თუნდაც გენერალური რომ ქონოდა ხვალ ვერ გავაცდენი მაგრამ ამ შემთხვევაში რაიმე ეს ხა აი ამ ორი ღერისთვის თავიდან უნდა შევიღებ თმა იმიტომ რომ ასე რომ გადავწე აი აქ ეს არის ყველაზე რთული ზონა რაც მაქვს ჭაღარის ადგილი და აქ უნდა იმას მექნა რა ქვია იდეაში შემეღება და ყველაზე ნაკლებად აქ შემეღებია ანუ სახელმწიფოს ბრალი არ არის ხო მე ვერ შევიღებ კარგად ისეთი გაცოფებული ვარ ეხა ისეთი გაცოფებული მეთქი თავი თუ არ დავიწყნარე და არ იმას ვქენი ცოტა თავი ხელში არ ავიყვანე ამიტომ სახლში ამოვედი დავიდგი ჩემი ყავა ხო და გადავწყვიტე ცოტა მოვდუნდე სანამ ცოტა ხანში უკვე ბავშვთან წასვლის დროა მაგრამ თან საქმე მქონდა რაღაც ამოვირბინე სახლში ესე ნაძალადებით ამოვირბინე უცებ თორე გეხვეწებით ვაგზალზე მილიონი წელი ვერ მოვიდოდი აქამდე ხო და მეთქი თან ყავას დავლევოდნავ რაღაცა ამოვიქოქები აი ესეთი გაბრაზებული ვარ ჩემი ალპენგოლდი 8 გრამი აი ადამიანებს ზოგადად რა გვაქვს ენა ამოსაგლეჯი ბევრს ხო ყველას არა ბუნებრივია ბევრს აი შემართლა კაი ადამიანო რატომ გიშლით ასე სხვისი გარეგნობა ხელს ვერ გაიარა მეტროში და საერთოდ არ ვიყავი არაფერ შუაში ქალბატონმა გავიწიე იქი და მაინც ვერ გაეტია კაცო ვიღაცა სხვა იდგა იქ ვიღაცა წინ იდგა გაიწიაო რა ქალო ამ სისქერო აყუდებულ ხარო როგორ? ვაიმე. ხალხო ასეთები მეზიზღებით პირდაპირ მნიშვნელობდა ისე გამომიყვანა წყობიდან. ისე გამოწყობიდან მეთქი ახლა აი ქუჩშიც უნდა ვითარიო. მეთქი არ დამაკაოთ. ეს ახლა ქუჩშიც უნდა ვითარიო. რამდენის უფლებას აძლევთ ადამიანების საკუთარ თავს. აი თუ შემთხვევით YouTube-ზე შემოიბოდიალე და სკროლის დროს შეგხვდა აი ეს ვიდეო. თქვენ ხართ სრულიად საქონელი. ადამიანები, ვისაც შეგიძლიათ ასე, ხალხო, ერთდაბერ შუაში ვიყავი და რომც ვერ გაგატარო, კაცო, ასეთი სიტყვებით უნდა შემამკვა, ნუ ვინ ხართ რა, ხელა იმას, აი მე, რა ვიცი, ხალხო, არ ვიცი, ხე შეხო ენას ძვალი არ აქვს თუ რაღაც ჩემთან აქვს რა. აქვს. იცით რა ხელაწონიანი ადამიანები მინახავს, მაგრამ თავში აზრად არ მომსულია,
რომ ამ დაგვარი კი არა, ამის ნახევარი 1% მეკადრებინა სხვისთვის რა, როგორ კადრულობთ ესეთ რა, ისე მიყურს როგორ კადრულობთ. აი სურვილი გამიჩნდა, რომ წიხლი ამომერწყა ეხა იმ ქალისთვის რა, აი ლამის ბებია ჩემი სტოლა ქალისთვის. ცოტა დასწრე და თავიდან ამიშალე ხანერვებდა. ამ ისეთი გამწარებული ვარ. ჩემს სიცილმა არ მოგატყუთ. ეხა ისეთი გამწარებული ვარ, აი აქ რო იყოს, იმ წითელი ვითრევდი. მიხვდით რომ ბების სტოლა. რას ვითრევდი ისე ვიძახი, აი ემოციური თვალსაზრისით თორე ახლა. ვაიმე როგორ კადრულობთ? ან შვილები არ ყავთ, ან დედები არ ყავთ, ან ბებიები არ ყავთ, ან მეზობლები არ ყავთ, ან ვიღაცები ხო ყავთ, კაცო, ვინც თქვენზე ოდნავ მეტი ტვინით გამოირჩევა, რომ არ შეიძლება მსგავსი რაღაცების ასე მე არ რა გინდა გაიარე. ანუ ასე უნდა მომაყენო შეურაცხყოფა? აი ძალიან გამხდარი რომ მდგარიყავი ახლა იქ, აი მე როგორ დავიკლიჭე სახე. მაინტერესებს უცა რას მეტყოდა. ალბათ ჩხიროს, რავი, არ ვიცი. თქვენ უგონიათ რომ თუ ვინმე ჩხირს უწოდებთ, ეგ კომპლიმენტია მისთვის. რა ვიცი, ან ქალოთი მიმართვა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის არის სასწოროდ გამაღიზიანებელი. ნებისმიერ ვარიანტში თუნდაც რაღაცა ისეთი რო არის, ხო ქალბატონოთი მიმართავ. აი ქალო რანაირად უნდა აკადრო, შემართა ქალო. დაიცავით ხალხო ზღვარი, ვიღაც მოგიბრუნდებათ მე და მაგრად გაგინებთ და მერე გული უნდა წაიქციოთ იქ, რომ ვაიმე ვიღაცამ რაღაც გაკადრად. ოღონდ 4 იმდენის მკადრებელი ვიყავი ემოციურად შიგნიდან, ვიდრე თქვენ წარმოგიდგინეთ, რომ ვიღაცა უნდა გაკადროთ. არ არის, ნუ სხვის ნევრებს ხალხო ნუ გამოვცდით რა. ბიჭო, ბებიის ტოლი რო ხარ, ყველაფერი კი არ გეპატიება, ან დედის ტოლი რო ხარ, არ გეპატიება. ვერ. მით უფრო. აი მე ხო კიდე ცოტა ისე ვუთხარი. დარწმუნებული ვარ, აი 16-15 წლის გოგოსთვის რო ეგ ეთქვა, იქვე ითრევდნენ ქოჩრით. სხვათა შორის ძალიან კარგს უზავდნენ. ეგ რო წავიდა, აღარ გაგივათ რაღაცეები რა. კიდე მომერიდა და თავი ხელში ავიყვანა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ხალხში ვიდექი და საკუთარ თავს ვიცი პატივი. თორე ხე ბებიის ტოლი ხარ თუ კვანჭარახას ტოლი ხარ, საერთოდ არ მაიდარდება ეხა ვისი ტოლი ხარ რა. უნდა ვიცოდეთ ვის რა ვაკადროთ. იმის არ იყოს ხალხო TikTok-ზე. ის არისო რა ქვია. ვიღაცა მიმალანძღა და ვიღაც გამოეკომა გამერე, რომ არ გიხდებაო ეგ დოდონაო და შეცვალეო და რო საჯაროდ რო გახდიო, უნდა იყო კაცო მზათო ბიჭო, შეურაცხყოფა და კრიტიკა უნდა ვიცოდეთ რომელია. თორე კრიტიკაზე კი არავინ გამოგლანძღოთ, მაგრამ შეურაცხყოფაზე 4 იმდას დაგაფარებენ თავზე. ანუ ამას ვუხსნი და მივხვდი რომ აზრიც არ აქვს რა უხსნა ვინმეს. აი, როცა ამ დონემდე ვერ ხვდება. იგივე არის ეს. ანუ ჩემაწონავ შეუშალა ხელი რომ ვერ გაიარა. რო იცი რომ ჩაეთრევი, ხო? უნდა გადმოხვიდე ცოტა წინ. მერე კი არ უნდა იძახო, აი, მუხიანი დაჩებიდან გამატარა ჩავდივარო. იმის არ იყოს მარშრუტკიდან ბოლოში რო სხედან და გაჩერე ჩავდივარ და მერე რო ადგებიან, აი ხუნხლებიან, მერე მიადებენ მეტრომას და შენ უნდა იტკე ეხა და ელოდო 15 წელი. თანახევარი მარშრუტკონდა ჩავიდეს, რომ მერე გამობრძანდეს და გაატარო. ანუ მაგაზე ხო ვიცენტრები. თადარიგი ხონდა დაიჭირო, კაცო, ჩატი ხარ. რატო უნდა გელოდოს ვიღაცა 15 წუთი? მაგას კიდე ვინ დაეძებს და შეურაცხყოფას რო გაყენებენ? ძალიან გაბრაზებული ვარ. ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ აი რაღაცეთ კონტროლი რა. უნდა ვიცოდეთ, არ შეიძლება რამეს გიშავებ ქალო, აი 500 კილო რო ვიყო, შენ ვინ მიგდიხარ? რატო
მაყენებ ამ ხელა შეურაცხყოფას ამდენ ხალხში ხალხო კვიდან ავიწიე მეთქი ახლა დაიჭირე ეს ჩანთა და ხელუყურმა უბრახუნე სახეში აი რატო უნდა დამართო ადამიანს აი ესეთი ემოციური რაღაც რომ მოუნდეს აი ესე გაგლიჯოს შუაზე რატო მაყენებ შეურაცხყოფას აი ვარცლა ვერ ვიგებ რა ბიჭო ვარ ხო მაქვს ეს ჭარბიწონი და ვინ რატო გაქვთ ამის უფლება რომ მე ამის გამო მომაყენოთ შეურაცხყოფა მე ჩემ საქმეში რასაც ვაკეთებ საკმაოდ კარგად გამომდის რასაც ვაკეთებ და ყოველ შემთხვევაში ზემდგომი ორგანოები ვისაც მე ვმუშაობ არიან ძალიან კმაყოფილები ჩემით ოჯახში რასაც ვაკეთებ რა ვიცი ახლა ჯერჯერობით სახლთან არავის გაუგდივარ და ესე იგი არ ამიშავს მეგობრებშიც ასევე და ანუ არ განაპირობებს ეს რაღაც ზედმეტი ქონი ჩემს პიროვნება და შენ რატო გამომიტანე განაჩენი რომ აიწიე თუ რაღაცა რა რომ გასაგებია რომ თქვენს კულტურაზე მოქმედებს რამდენად უკულტუროები ხართ მაგრამ ხო გავიგეთ რომ უკულტურო ხარ მაგრამ მაინც არ გაძლევს იცი ამის უფლებას რომ ესე შეურაცხყოფა მომაყენო რა ვიდექი ჩემთვის გაგატარე გავიწიე გავეკარი იმაზე რა ქვია ავედი მაღლა აი რო ვიტყვი რომ ეს დღემ შვიდათ უნდა ჩაიარო აი ნერვები უნდა მომიშალონ რა აი არ შეიძლება ხალხო ვიღაც შეგხვდებათ დამიჯერეთ რა აი ყოველთვის როცა მithქვას მე რაღაცნაირად ახდენინა და ეგრე არის მაგას რა თქმა უნდა ეს კი არა ვანგა რასაც დადებ აი აგიფეთქდებათ მე ერთი დღე იქნება მაგ სახეში საკუთარი შვილი შვილთა შვილი აგაფარებთ სახეზე მაგ სიტყვებს და სწორედ მიწასთან სხვებამდე რო ვეღარც მიხვალთ მერე ისე ნუ გგონიათ რომ შვილი უკვე გაგიტარებ წავიდა ხალხო ეგ დრო რომ მე ასაკშია და ხმას ვერ ამოვიღებ კარა გადაგაჭამ თავს ძალიან ისეთ გარემოში ვიყავი რომ საკუთარ თავს ვეცი პატივი ძალიან ვეცი პატივი და ძალიან შევიკავე თავი მიუხედავად იმისა რომ 1-2 სიტყვა ძალიან კარგად ვუთხარი და გავეცი პასუხი რა თქმა უნდა მეტს იმსახურებდა უბრალოდ ცოტა სიქაჟეში ვერ გადავედი ახლა იქ და ვერ გადავიდოდი არა და ამ დროს გინდა რომ გადახვიდე რომ აი ვინ ახარ ერთი გამოდი გარეთ რა გამოდი ვაგონი და გამოეტრიე რატო უნდა შეაზიზღო ადამიანს თავი რომელიც არც კი გიცნობს მე ხო იმ ქალბატონს არც გიცნობ ვერც ვერასოდეს მექნება მასთან ურთიერთობა აი სულ რო გავიგო რომ მე ახლობელია ხო აი ჩემთვის იქნება რაღაც გადიკალვა ჯიჟურს იყავ დისტანცია ანუ ჩემთვის არც თქმელი ადამიანი არ იქნება ხო რა გინდა არც გიცნობ და უკვე ვერ გიტან ანუ ხო ხვდებით იმიტომ რომ დამიშავე განა იმიტომ რომ მე რო ვიდეოს დავდო და ვიღაცა დამიწეს მეზიზღებიო და რატო რა დაგიშავე აი პროსტა რომ მეზიზღები ეგრე კი არა მე მაქვს საბაბი რომ მეზიზღებოდე ვერ გიტანდე ხა მეზიზღებოდე აი ვერ გიტანდე ხა ჩემთვის არ იყო რა მისაღები ადამიანი ვისაც შეგიძლია ამ დონემდე დაეცე აი შეხა დაცემული ამდენ ხალხში ამ ხელა შეურაცხყოფა მომაყენა ყველას ეს მოდა მე მგონი იმ ხელახმაზე დაიღრიალა ხმა იცით რა ხელა მაგ შევა დავაგრიო მთელი უბანი მაგრამ არ არის რა ეგრე შენ შემოგევლე რა ბიჭო მე პასუხს გაცემ და გლანძღავენ რა დედის ტოლაკას როგორ გაუბედე ბებიის ტოლაკას შვილის ტოლას რატო აკადრე შვილი არ აკყავს შვილი არ ყავს შევა არ ყავდეს მაგრამ გონება არა გაწვინი არ გაგაჩინია არ ყოფილ ხარ ახალგაზრდა არ ყოფილ ხარ ცოტა შუა ხნის არ ყოფილ ხარ აი ყველა ეტაპი ხო გაიარე და ამ ყველა ეტაპში თუ შენთვის არ არის ეგ მისაღები რომ ვიღაც ესე მოგიხსენებთ რატო ფიქრობთ რომ ვიღაცას მოეწონება ეხა იქ თქვენი აი ესეთი გადმოგდებული ფრაზები რომ ვითომ იმანიშნა წონაზე თუ რაღაცა განცუდი ხალხი ხართ ესეთები ძალიან საშიში ადამიანები ხართ ესეთები და სულ ვამბობ რომ მადლობა ღმერთს აი მადლობა ღმერთო რომ დედა მყავს ისეთი ვიც არასოდეს არ აკადრებს ადამიანს აი ასე როგორც თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრს ვიღაცებს
და ზოგადად მე არ მყავს ესე ირგვლივ ასეთი ადამიანები, ჩემი უახლოეს ადამიანებს გულისხმობ, ვინც ასე უტიფრად მოეპყრობიან ადამიანის რაღაცა გარეგნობას ვიღაცისთვის, ნაკლს ვიღაცისთვის არც არის კაცოს ნაკლი. ჩემი გამჭირვებია 21 კილო მივასიკვდილე და გამომიხტა აქ ვიღაცა. ხო, ნუ უტყეს 21 კილო. რომც არ დამეკლო ვინახარ. ჯერ ახლაც ხო წონა მაქვს და მეტყობა, მაგრამ მოდი ნუ შემჭამეთ რა, ძალიან გთხოვთ რა. ვინახარ, ქალო, ვინ მიგდიხარ. ან ისინი ვინც TikTok-ზე მწერენ, ან ისინი ვინც Facebook-ზე მწერენ, ან ისინი ვინც YouTube-ზე მწერენ, სარკი არა გაგ მაქვს ტრილიაჟი. აი ამხელა. და ასევე გარდირობი ამხელა. და პატარა სარკეებიც მაქვს. ანუ ყველა კუთხიდან ვიხედებ და მომწონს. რა არის, საიდან მოგდით ამდენი? ამდენი უარყოფით, განიავდით, ხალხო, განიავდით. სანამ სახლიდან გამოვხვალთ, გააღეთ ფანჯარი და ისუნთქეთ. რო აი თქვენი შხამით არიაროთ რა. მოჭორდით აკეთა. მაგრამ მაინც ერთი რამე არის რა. ვირი ყველა ქვეყანაში არის ვირი. არ აქვს მნიშვნელობა. ასე რომ ასეთი ადამიანები ხართ ვირები. წავიდეთ მარიკოს მოსაყვანად. ცოტა დაგვიგვიანდა. მე ხო კაი გადამივლის. ახლა ეს რაღაცნაირი ის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც იქ იყო და მოისმინა ეს თქვენი საოცარი კომენტარი ჩემს შესახებ. ყველას ასევე ვირი და საქონელი გონიხართ. თუ ისმედ ნახავთ ჩემს ვიდეოს და ამ ბავშვი თქვენს თავს ამოიცნობთ. დიახ, თქვენზე ვსაუბრობდი. ყველამდე გემშვიდობა თქვენი სისხლი. გორნიავია. სიამოვნებს ძალიან. ჩემი გოგოს ჯახუტების დრო მოვიდა. ყველამდე. გილოცავთ ხალხო, დამოუკიდებლობის დღეა. ყველას გილოცავთ იმ დამოუკიდებლობის, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აქვს, მაგრამ არ ვინერვიულოდ გვექნება. ხო, ლიოელის იმას ვიწვეთებ, თავზე ვიწუწებ. თვალშივას სარაზუ. ხო და ის არის, შველის. ხო და მკურნალობ რა. ხო. ცოტა გისავგავარ, მაგრამ არ ინერვიულოდ. რა მინდა გითხრათ? იმ დღეს შევდივარ მეტროში და ვიღაცა გოგოს აქვს ფეხი გამოჭიმული, დიდუბელია. გავიარე გამკარი. ფეხი ბოდიში მოვიხადე, მე რატო ვიხდიდი? არ ვიცი, ახლა მე დონერო ვარ, მოვიხადე რა. მანამუსე. ხო და არაფერი, სრაზუ გადაიდო იქთა. არ მომაგზია ყურადღება. ახლა ამდენი აქეთა მოვდივარ, კიდე გამკარი ფეხი კიდე ბოდიში მოვიხადე. რა იყო შეკაი ბაბითა, ნუ ვის არ გქონია გრძელი ფეხები, ხო? მე მოკლე მაქვს, მაგრამ ხო რა, მაგრამ რა მოკლე მაქვს. მაგრამ რა ვქნა ახლა? ხო? არაიერ თქვენი პრობლემა და თქვენ სანერვიულო. ხო და არც უკადრისა. მეთქი ამას ხახაში უნდა ვწვდე, მე გამახსენდა რომ რა ვიცი ერთი მეთქი მიხს მაგას დაეცა და გავიარე რა. ხო და კანით ფეხი შეკაიქალო. რაც გადაგიშლია. და დარუბანდამდე ხო? ვაიმე დედა, იმდენი ავიწეწი ამას რაღა დავარცხნის. ხო და ხალხო მეტროში ჯდობის ინსტრუქციით იარეთ რა, ძალიან გევედრებით რა. ძალიან გევედრებით, აჰა. უკვე სრაზუ მომზადებული მაქვს, მე რა შევახტე იმას. დურს და დავიბანო კარგად თავი. აჰა. ამას უნდა დავაფაროთ. ახლა ვერავის არ გეწყიოთ, ვერავის ვერ გათხოვებთ ახლა. მეტი სადარდებელი არა მაქვს. ბაი. ისეც მაქვს. გადაცლილია, მაგრამ რა დავეწე.